როგორ გამოუცხადა სოლიდარობა კობახიძემ სანქცირებულ ეგრეთ წოდებულ კლანს. ირაკლი კობახიძე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მას ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეების ჩინჩალაძის და მურუსიძის დასანქცირებაზე კითხეს. თქვა, რომ ეს ყველაფერი ტრაგიკულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამას აწესებენ. გაგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება წესით პარტიისგან დისტანცირებულ სასამართლო სისტემას ღიად უჭერს მხარს, ასე მოიქცა წინა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. ნათლად იმისი, რომ სასამართლო ფოკუსირდეს მართლმსაჯულებისათვის მეტად მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, ჩვენ სამწუხაროდ წლებია გვიწევს ბრძოლა სასამართლოს ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამ მოცემულობაშიც კი კვლავაც ვერაფრით ვერ ვეგუები და ვერ ვხსნი მოცემულობას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს. განსაკუთრებით იმ პირობებში და იმ ვითარებაში, როდესაც ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე და განსაკუთრებით შემაშფოთებელი და საწყენია ის, რომ პრიორიტეტულად ეს ზეწოლა მომდინარეობს ისეთი სახელმწიფოების და გარე აქტორების მხრიდან, სამწუხაროდ ესეც უნდა ვაღიაროთ, რომელთა დემოკრატიაც დღემდე ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვიცოდით, რომ იდგა მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის დაცვის პრინციპებზე. რა თქმა უნდა, სანქციები არის პოლიტიკური ჩარევის ყველაზე უხეში ცდელობა. ბუნებრივი ამ ცდელობასაც ვერ ექნება ვერავითარი შედეგი, მაგრამ თავისთავად ეს ცდელობა იმსახურებს უკვე ძალიან ღრმა შეშფოთებას. ეს არის ტრაგიკული მოვლენა. არა იმ მოსამართლეებისთვის, რომელთა მიმართაც სანქციები მოქმედებს, არამედ ეს არის ტრაგიკული მოვლენა იმ ქვეყნებისთვის და იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ასეთ საქმით არიან დაკავებული. თქვენ მოგეხსენებათ, სანქციები პრაქტიკულად თავისი არსით ეს კონკრეტული სანქციები უთანაბრდება სისხლისამართლებრივი საშიშს. ანუ შეზღუდების ხარისხი არის იმდენად მაღალი, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვითაც რომ ვიშელოთ, გაუთანაბრდება ეს სანქციები სისხლისამართლებრივ საშიშს. და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა სტანდარტი მოქმედებს ასეთი ტიპის სანქციების შეფარდების დროს. და გვეუბნებიან, რომ გონივრული ეჭვი ყოფილა საკმარისი და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე საუბარი კორუფციულ გარიგებებზე ყოფილა საკმარისი იმისათვის, რომ ასეთი ტიპის სანქციები დააწესოს უცხო ქვეყნის ხელისუფლებამ ქართული მოსამართლეების მიმართ. მართლა ტრაგიკულია ეს მოვლენა, სხვა შეფასებას უბრალოდ ეს ყველაფერი არ იმსახურებს.